ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში 11 აპრილი ესკალაციის დღეა. ვაშინგტონის მიერ დაწესებული უპრეცედენტო ტარიფების შემდეგ პეკინმაც არ დააყოვნა. ამერიკულ პროდუქციაზე 84%-იანი ტარიფი 125%-მდე გაზარდა. ამაზე შორს წასვლას არ ვაპირებთ, ამბობენ ჩინეთში, თუმცა იმავეს ამბობდნენ შტატებშიც, ვიდრე ჩინურ პროდუქციაზე 10 აპრილს 155%-მდე ტარიფი არ დაწესდა. ჩინეთმა და ევროპამ უნდა შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები. ერთობლივად დაიცვან ეკონომიკური გლობალიზაციის ტრენდი, საერთაშორისო სავაჭრო გარემო. ასევე ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა დაშინებისკენ მიმართულ ცალმხრივ ქმედებებს. მე ახლახან ბრაზილიის პრეზიდენტ ლულასთან და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ რამაფოსასთან ერთად თანაავტორობა გავუწიეს სტატიას, რომელიც მულტილატერალიზმის მხარდაჭერისკენაა მიმართული, რათა დავიცვათ კაცობრიობის საერთო სიკეთე, წინააღმდეგობა გავუწიოთ იზოლაციონიზმს, ცალმხრივობასა და განცალკებებას. სი ძინპინმა ეს განცხადება პეკინში ვიზიტით მყოფ ესპანელ პრემიერთან შეხვედრისას გააკეთა, რომელსაც გაუმეორა ის, რაც ევროპას აქამდეც უთხრა, რომ ამერიკის დაშინების პოლიტიკას წინ ერთად აღუდგნენ. ევროპა არ ჩქარობს, რადგან დონალდ ტრამპმა ჩინეთისგან განსხვავებით დაწესებული 25%-იანი ტარიფი ევროკავშირს 90 დღით გადაუვადა. ბრიუსელი ამ დროის გამოყენებას პრაგმატულად გეგმავს. ჩვენ გამოვიყენებთ ამ 90 დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსტრუქციული საუბრებისთვის. იმის ანახავად შეგვიძლია თუ არა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა მაღალი ინფლაცია ავირიდოთ თავიდან. თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვერ დავინახავთ ქმედებასა და ნებას, უარი თქვას ამგვარ სატარიფო პოლიტიკაზე, ჩვენ მოგვიწევს დავიცვათ საკუთარი ეკონომიკა, ჩვენი კომპანიები საპასუხო ზომებით. ჩინეთი ერთადერთი გამონაკლისია, რომელზე დაკისრებული ტარიფებიც ვაშინგტონმა არათუ ძალაში დატოვა, არამედ გაზარდა კიდეც. მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პეკინის მხრიდან პატივისცემის ნაკლებობას ასახელებდა მსოფლიო ბაზრების მიმართ. მანამდე პრეზიდენტს შედარებით მეგობრული ტონი ჰქონდა. ნახოთ რა იქნება ჩინეთის შემთხვევაში. ჩვენ ვისურვებდით გარიგებას. ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით და ეს დიდი ხანია გრძელდება. ისინი სხვებზე მეტად გვძარცვავდნენ. როგორ უშვებდნენ ამას ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ადგილას აქ ისხდნენ, უბრალოდ დაუჯერებელია. ჩვენ მაგიდა გადავალაგეთ, დარწმუნებული ვარ ერთმანეთს გავუგებთ. დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ სის. ის ჩემი მეგობარი იყო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერს ორივე ქვეყნისთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. ამის იმედი მაქვს. ამ განცხადების შემდეგ ვითარება გართულდა. შედეგად ჩინეთმა სამართლებრივ გზებსაც კი მიმართა. მათი მხრიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უკვე შესულია საჩივარი ამერიკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჩინეთმა დავა მოიგო. იმავეს იმედი აქვთ ახლაც. ამერიკის შეერთებული შტატების დაშინებისა და ჰეგემონობის წინაშე კომპრომისი და დათმობა არაა გამოსავალი. ჩინეთი პასუხისმგებლიანი ქვეყანაა. ჩვენი საპასუხო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების დაშინების წინააღმდეგ არ არის მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმური უფლებისა და ინტერესების დაცვა. ესაა საერთაშორისო წესრიგის, ყველა ქვეყნის საერთო ინტერესის, სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვა. არავინ იცის სადამდე მიიყვანს მსოფლიოს სავაჭრო სისტემის რყევა. ბოლო კვირა საფონდო ბირჟებზე ვითარება არასტაბილურია. მიზეზი შტატების ახალი სატარიფო პოლიტიკაა, რომელიც სხვების შეფასებით ინფლაციას, ტრამპის შეფასებით კი წარმატებას იწვევს.